მე გეტყვით ამბავს თქვენ კი მაშინ ლოგიკა ეძებეთ. იმიტომ რომ მე ვერ ვიპოვე, ვეძებე და ვერ ვნახე. ეს არის ქეთა, ჩემი მეგობარი, შვილად კი მერგება. ბორიამ ციხეში ჩააგდო მხოლოდ იმიტომ რომ ქუჩაში იდგა. არც კაცი მოუკლავს, არც ვინმეს კორტეჟია უფეთქებია, არც ფანჯარა ჩაუტეხავს. ფუერო ერკიც კი არ უსურია. იდგა და დაიჭირეს. და ეს არის ირაკლი. ჩემი მეგობარი არ არის, იმიტომ რომ ასეთებთან არ ვმეგობრობ და არც ეგეთები მეგობრობენ ჩემთან და ჩემნაირებთან. ამან იმდენი მოიპარა, რომ თვეებია ითვლიან და ვერ დაუთვლიათ. მარტო ფული კი არა, ოქროს ზოდები, ბეჭდები და მერსედეს გასაღების საკიდები, ბრელოკები. ეს ყველაფერი მოიპარა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში იჯდა სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე. ხან ძალოვანი მინისტრი იყო, ხან პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე. სხვანაირად ამხელა მასშტაბს ვერ გასწვდებოდა, ვერ შესწვდებოდა. მის მფლობელობაში აღმოჩნდა კახეთის საუკეთესო მიწები, ღვინის საწარმო. პენსიონერ მამამისაც კი უცებ იმდენი ფული გაუჩნდა, რომ შეეძლო ჯიბიდან ამოეღო და გაესროლა 10,000 ჩარტერული თვითმფრინავის საქირავებლად. აბა შვილი ამერიკაში ლექციაზე სარეისო თვითმფრინავით ხო არ იფრენდა. ხო და აი ეს ირაკლი არ დაიჭირეს. კაცი ვინც ყველა ჩვენგანს, ყველას გამონაკლისის გარეშე ჯიბიდან ფულს აცლიდა 13 წელი არ დაიჭირეს. ქეთაგი დაიჭირეს. მაგი შვილი 2 კვირის წინ 12 წელს გახდა და მაიტა ჩავაგდო დილეგშიო. ხო და ქეთამ სროკი მოიხადა და ირაკლიმ გადაიხადა 1 მილიონი. რა 1 მილიონი? ისევ ჩემი და შენი ჯიბიდან მოპარული. უფრო მარტივად. კიდევ უფრო მარტივად. 100 და 300 მაგდენი მოიპარა. ახლა რომ არ ჩაждდეს, ერთი გადაუხდო ბიუჯეტს. დანარჩენს ცოტას. გადაუხდის იმავე ბიუჯეტს და ალბათ 100 ჯერმეც ბორიას. ვინც თulis რომ ქვეყანაში მთელი ფული მისია, მოპარულიცა და ჯერ მოუპარავიც. და მე და შენ, ჩვენ და თქვენ, ჩვენ ვირისთავფეხი. იმიტომ რომ ვერ ავაშენეთ ვერასოდეს სახელმწიფო, სადაც ამ ქურდების და ყაჩაღებისთვის პასუხის მოთხოვნის სისტემა გვექნებოდა აწყობილი. აი, ამ ლოგიკის ახსნა გთხოვეთ დასაწყისში. ციხეში რისთვის უშვებს სახელმწიფო ადამიანს? იმისთვის რომ ეს ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის და ამ რუსულ ქვეყანაში ქეთა უფრო საშიშია რეჟიმისთვის ვიდრე ირაკლი, ჰაკიმ-ფაშა, ტრიტრი, ღატაკიშვილი და ვიღაც. ნინო სვანიძე უფრო საშიშია, ვისაც 35 წელია ვიცნობ. ვასილ ივანოჩიკოვანი უფრო საშიშია, ჩემი ყოფილი თანამშრომელი. მეუღლესთან ერთად რომ ჩააგდეს დილეგში. ნიკა პატარაია უფრო საშიშია, გადაღებიდან რომ დილეგში შეაგდეს. ვახოსანაია უფრო საშიშია, ვისაც 24 წლის წინ ძმა მოუკლეს. ერთადერთი მიზეზით სიმართლეს ითხოვდა. და იმ ძმის მკვლელობის საქმეში რატომღაც მაინც და მაინც ამ ღარიბაშვილის ოჯახის წევრის შეკვეთას ასახელებენ ხოლმე. ასეთი რეჟიმისთვის ლიკა ბასილაია შაუგულიძეც უფრო საშიშია, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საზოგადოების მსახურებას ითხოვს და არა ბურიას ჩეჩმის ხეხვას. გიორგი ლიფონოვა უფრო საშიშია, იმიტომ რომ თქვენთვის უკონტროლო და სიმართლის მთქმელი არხის დამფუძნებელი ჰქვია. კიდევ რამდენი და კიდევ რამდენი. ყველა ის ადამიანი პროტესტის მედროშე თუ შეუმჩნეველი წევრი გაცილებით უფრო საშიშია რუსი ბორიასთვის ვიდრე 100 მილიონის მომპარავი მისივე მონა. მონამ დიდარიც კი მონად რჩება. როგორც კი ბორკილებს უხსენებს, სუნს აყენებს. და ეგ არის ჩვენი პროტესტის მიზანიც. ქვეყნის განიავება არა მხოლოდ მბრძანებლებისგან, არამედ მათი მონებისგანაც.